Წარმოვიდგინეთ, რომ გძინავთ ოთახში, რომელიც მთლიანად ყინულისგანაა გაკეთებული, ან ცაში გამჭვირვალე ბუშტში ლივლიwebთ, ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე. დღეს გავეცნობით სამყაროში ყველაზე უცნაურ სასტუმროებს, წყალქვეშა სასახლეებიდან დაწყებული უდაბნოში აშენებული ქვიშის ოთახებით დამთავრებული და გაგიზიარებთ საინტერესო იშვიათ ფაქტებს, რომლებიც გამოცდილებას უფრო დაუვიწყარს ხდის. დაწერე კომენტარებში ერთ-ერთ ასეთ უჩვეულო სასტუმროში უბასო დარჩენის შანსი რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით და რატომ. ასევე არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ზარის გააქტიურება. დავიწყოთ. შვედეთის პატარა სოფელ იუკასალში ზამთარი უბრალოდ ცივი სეზონი არ არის. ეს ნამდვილი ხელოვნების გამოფენაა. ყოველ წელს, როცა ტურნის მდინარე იყინება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხელოვნები აშენებენ ყინულის სასტუმროს, უზარმაზარ სასახლეს, მთლიანად ყინულისგან და თოვლისგან. ჭაღებიც კი გაყინული წყლის ბრჭყვიალა წვეთებითაა დამზადებული. შიგნით ტემპერატურა დაახლოებით -5 გრადუსია, ხოლო სტუმრებს სძინავთ ყინულში გამოკვეთილ საწოლზე, სქელი ირმის წყავით და თბილი სამოსით. გაზაფხულზე კი მთელი ნაგებობა დნება და უკან მდინარეში ბრუნდება. ისე თითქოს არც არაფერი ყოფილა. ამიტომაც ერთსა და იმავე ოთახში ორჯერ ვერ დარჩევით. ზოგიერთი ნომერი უნიკალური ყინულის ქანდაკებებითა და ელიტი კედლებითაა მორთული. აქ დარჩენა გავს ზღაპარში მოგზაურობას. წარმოვიდგინეთ, რომ წყალქვეშ ჩაყვინთვა არა გასართობად, არამედ დამღლელი დღის მერე სასტუმროს ოთახამდე მისასვლელად გჭირდებათ. ჯულსის წყალქვეშა ოთახი ფლორიდას კეი-ლარგოში მსოფლიოში ერთადერთი სასტუმროა, სადაც შესვლა მხოლოდ ზღვის ზედაპირიდან 6 მეტრის სიღრმეში ჩაყვინთვით არის შესაძლებელი. ის 1970-იან წლებში როგორც საზღვაო კვლევითი ლაბორატორია ისე აშენდა, მაგრამ ახლა პატარა მყუდრო სასტუმროა, მრგვალი ილუმინატორებით, საიდანაც პირდაპირ ცოცხალ აკვარიუმს უყურებთ. დილით შეიძლება ყავის მისას ტროპიკული თევზების ჯგუფმა გამოგიარონ. სტუმრებს წყალქვეშა დისკის სერტიფიკატი სჭირდებათ, ხოლო საჭმელი წყალგაუმტარ კონტეინერში მყვინთავ თანამშრომლებს მოაქვთ. ღამით გარე განათება ცნობის მოყვარე ზღვის ბინადრებს იზიდავს, ზოგჯერ ლამანდინებსაც კი. სასტუმროს სახელწოდება ეძღვნება ჟიულ ვერნს, ავტორს, რომელმაც დაწერა რომანი 80,000 კილომეტრი წყალქვეშ. ეს არის რომანტიკის, მეცნიერებისა და დიდი უჩვეულობის ნაზავი. პერუს წმინდა ველზე, 300 აზიდო კლდეზე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც სიტყვა ხედს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. გამჭვირვალე კაფსულები, რომლებიც პირდაპირ კლდეზეა მიმაგრებული, ველიდან 400 მეტრის სიმაღლეზე. იქ მოსახვედრად სტუმრებს უწევთ მეტალის საფეხურებზე აზრომა და დაკიდებული ხიდების გადალახვა. ეს სუფთა მთის ექსპედიციის შეგრძნებას ქმნის. თითოეული კაფსულა დამზადებულია ავიაციისთვის განკუთვნილი გამძლე მასალებით და იძლევა მთების 300 გრადუსიან პანორამულ ხედს. ღამით ვარსკვლავები უსასრულოდ იშლებათ საზემ, ხოლო დილას მზე ანათებს უძველესი ინკების ტერასებს, საუზმეც კი თავგადასავლად იქცევა. მას მაშინ მიირთმევთ, როცა ზემოთ კონტურები დაფრინავენ და უკან მიწაზე დაბრუნება უფრო სწრაფია. ზიპლაინით დაიშვება მიწაზე. აქ დარჩენა უბრალოდ ღამე სასტუმროში არ არის, ეს ნამდვილი ოცნების ასრულებაა. საუკეთესო გამოცდილება სწორედ რთულად მისასვლელ ადგილებშია. მერლენი არასოდეს ერიდება წესების დარღვევას და პროპელერ აილენდ სიტი ამის ცოცხალი მაგალითია. ეს სასტუმრო გიგანტური ხელოვნების ნამუშევარია, სადაც თითოეული ოთახი გერმანელმა არტისტმა ლარს შტროშენმა შექმნა. ერთი საწოლი ჯაჭვებით არის კედელზე დაკიდებული, მეორე კი კუბოსაწოლია. სარკეები, ოპტიკური ილუზიები და უცნაური აბეჭი რეალობის შეგრძნებას გიფანტავთ, თუნდაც კარი ან შუქის ჩამქთველი. ყველაფერი სპეციალურად არის შექმნილი, რომ შეესაბამოს ოთახის არარეალურ თემას. სასტუმროს ფილოსოფია ასეთია: მოგზაურობა უნდა იყოს არა მხოლოდ ხედების დათვალიერება, არამედ სრულფასოვანი სენსორული გამოცდილება. ზოგი ოთახი მხიარულია, ზოგი კი ოდნავ დამაფიქრებელი და იდუმალი. თითქოს სიზმარში ხარ, რომელსაც ბოლომდე ვერ ხსნი. აქ ყოველი დეტალი განზრახ შექმნილია, რომ შენი გამოცდილება აბსოლუტურად უნიკალური იყოს. თუ ფიქრობთ, რომ სასტუმრო მხოლოდ დასაძინებლადაა, ბერლინი თქვენს აზრს შეცვლის. აიდაჰოს მშვიდ ქალაქ კოტონვუდში არის სასტუმრო, რომელიც პირდაპირ გაგებით ყებს. დოგ პარკ-პარკინი უზარმაზარი ძაღლის ფორმის ნაგებობაა. 9 მეტრის სიმაღლის ბიტლი, რომელსაც ადგილობრივების სიყვარულით Sweet Willis ეძახიან. სტუმრები შედიან გვერდიდან, შემდეგ კი ვითადიან მის მუცელში და წინავთ სხვენში, რომელიც პირდაპირ ძაღლის თავშია მოთავსებული. სასტუმროს მფლობელები დენისი და ფრენსისი ელექტროხერხით მუშაობის ოსტატები არიან და ეს გიგანტური ხის ძაღლი თავად გამოკვეთეს. შიგნით მყუდრო ატმოსფეროა, კედლებზე ხელნაკეთი ძაღლის ქანდაკებები, ბალიშები და წიგნებია.
ძაღლის ცხვირის ფანჯრიდან იშლება ხორბლის ოქროსფერი ველები. სუვენირების მაღაზიაში კი ადგილზე გაკეთებული პატარა ხის ძაღლებს ყიდიან. აქ არც ტელევიზორი არის და არც ინტერნეტი. ყველანაირად მოწყვეტილი ხარ სამყაროს, რათა უკეთ შეიგრძნო გამოცდილება, ან შეიძლება ფული არ ეყოთ. ეს ადგილი ფუფუნებაზე კი არა, სიხარულზე ორიენტირებული. ხშირად საუკეთესო სუვენირები ის მოგონებებია, რომლებიც არ გიგონათ, რომ საერთოდ შეიქმნებოდა. ნაირობიში არის სასტუმრო, სადაც თქვენი საუზმის თანამგზავრი შეიძლება 5 მეტრის სიმაღლის ჟირაფი იყოს. ჟირაფის მამული 1930-იანი წლების კოლონიური სტილის მამული, რომელიც 12 ჰექტარ კერძო მიწაზე დგას და საფრთხის წინაშე მყოფ როტშილდის ჟირაფების ჯგუფს მასპინძლობს. ყოველ დილით ისინი მშვიდად მიბრძანდებიან ფანჯრებთან და აივნებთან, თელს შეყოფენ საჭმლის საძებნელად. ზოგჯერ კი პირდაპირ თქვენი თეფშიდანაც იპარავენ ტოსტს. სტუმრებს შეუძლიათ ხელით აჭამონ სპეციალური მარცვლები, ხოლო ყველაზე თამამებისთვის არსებობს ჟირაფის კოცნაც, როცა ცხოველი საკვებს პირდაპირ ტუჩებიდან იღებს. სასტუმრო ასევე აფინანსებს ჟირაფების დაცვის პროექტს, ამიტომ ეს ვიზიტი მხოლოდ გასართობი კი არა, სიკეთის კეთებაც გამოდის. ელეგანტური ინტერიერები, მწვანე ბაღები და ცაში აზიდული ფუმფულა სტუმრები ამ ადგილს უნიკალურს ხდის. იქ სადაც ფუფუნება და ველური ბუნება ერთმანეთს ერწყმის. დილის ყავა ჟირაფთან ერთად. ეს არის საუკეთესო თემა საუბრის დასაწყებად. იაპონიაში, სადაც სივრცე ძალიან ფასობს, სასტუმროებმა მინიმალიზმი ნამდვილ ხელოვნებად აქციეს. კაფსულური სასტუმროები სტუმრებს თავაზობს პატარა დახურულ კაფსულებს, რომლებიც მხოლოდ საწოლებისთვის, განათებისთვის და ზოგჯერ პატარა ტელევიზორისთვის არის საკმარისი. კაფსულები ფუტკრის სკებივით ერთმანეთზეა განთავსებული, რაც ქმნის ეფექტურ და მომავლის სტილს. პირველი ასეთი სასტუმრო ოსაკაში 1979 წელს გაიხსნა, განსაკუთრებით კი მუშაკებისთვის, ვინც ბოლო მატარებელს ვერ უსწრებდა. ეს კაფსულური სასტუმროები იაპონიაში კულტურის სიმბოლოდ იქცა. ხელმისაწვდომი თანამედროვე და მოულოდნელად კომფორტული. ზოგიერთს აქვს სართულები, ცალკე ქალებისა და კაცებისთვის, კერძო საკეტები და საერთო ლაუნჯები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პატარა ჩანდეს, კაფსულები მოწყობილია რბილი განათებითა და ვენტილაციით, რათა მყუდრო სასიამოვნო გარემო შექმნას და არა დახშული. ტოკიოს მსგავს ქალაქებში კი უკვე შეგიძლიათ ფუფუნების კაფსულების დაჯავშნით, ხარისხიანი თეთრეულითა და ბლუთუს დინამიკებით. ხანდახან ნაკლები სივრცე მეტ სიმშვიდეს ნიშნავს და ეს არის უნიკალური იაპონური ღამის გამოცდილება. წარმოიდგინეთ ფუფუნების საწოლი შვეიცარიის მთის ფერდობზე. არც კედლები, არც სახურავი, მხოლოდ თქვენი და ალპები. ეს არის სასტუმრო ნულშტერნი, რაც გერმანულად ნულ ვარსკვლავს ნიშნავს. ხუმრობა ნაყევის სახელი, რადგან აქ არანაირი ჩვეულებრივი სასტუმროს რეიტინგი არ არსებობს. სტუმრები ღია ცის ქვეშ იძინებენ, ხოლო დილის მზის ამოსვლისას პერსონალი სასმელებსა და საუზმეს პირდაპირ საწოლთან მოგართმევთ. აქ არც Wi-Fi არის და არც ძველი წერტილი, მხოლოდ უსასრულო მთის ხედები და სრული სიჩუმე, რომელსაც ხანდახან ქარი ან ძროხის ზარების ხმები არღვევს. ეს ადგილი შვეიცარმა კონცეპტუალურმა არტისტებმა შექმნეს, როგორც ხელოვნების ნიმუში და უჩვეულო სასტუმრო გამოცდილება. ღამის გატარება მთლიანად ამინზეა დამოკიდებული, ამიტომ დაჯავშნას ყოველთვის თან ახლავს სარეზერვო გეგმა. საჭიროების შემთხვევაში კი ახლო მდებარე თავშესაფარში გადაინაცვლებთ, ნამდვილად სასიამოვნო იქნება ვარსკვლავების ყურებაში ჩაძინება. ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის სანაპიროზე ძველი სამრეწველო ნაგებობა კომფორტულ თავშესაფრად იქცა. სილოსთეი ამ მაღალმრგვალ ლითონის კოშკებს თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა ოთახებად გარდაქმნეს. თითოეულ ცილინდრულ ერთეულში არის სპირალური კიბე, რომელიც მყუდრო საძინებელში ადის. ფანჯრებიდან მშვიდი პატარა მდინარის პეიზაჟი იშლება. შიგნით დიზაინი აერთიანებს თანამედროვე კომფორტსა და ინდუსტრიულ ელემენტებს. გაპრიალებული ბეტონის იატაკები, უჟანგავი ფოლადის დეტალები და ხელნაკეთი ხის ნამუშევრები. გათბობა მუშაობს განახლებადი ენერგიით, ხოლო ნარჩენი წყლები სპეციალური მცენარეული ფილტრაციის სისტემით იწმინდება. თავდაპირველად როგორც უცნაური ალტერნატივა ეკომოგზაურობისთვის ასე შეიქმნა, მაგრამ დღეს ეს კრეატიული გადამუშავების სიმბოლოდ იქცა. ღამით მრგვალი ფანჯრები ვარსკვლავებს პატარა ობსერვატორიებივით ჩარჩოში აქცევს. ახალი თავშესაფრები ხშირად ძველი დავიწყებული ადგილებიდან იბადება. ფინეთის ლაპლანდიის შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის ღამის მთავარი სანახაობაც არის. კაგსლატენ არქტიკ რეზორტში სტუმრები აცენებენ მინის გუმბათებში, საიდანაც უშუალოდ ჩანს ჩრდილოეთის ციალი. სპეციალური თბური მინა იცავს გუმბათებს გაყინვისგან, ამიტომ ხედები სრულიად გამჭვირვალე რჩება თუნდაც -20 გრადუს ყინვაში.
ეს ადგილი 1970-იან წლებში პატარა გზისპირა კაფედ დაიწყო და დღეს არქტიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცა. გარდა გუმბათებისა, აქ შეხვდებით ხის ქოხებს, მთოვლის საფარებს და ირმის მარხილებს, რითაც შეგიძლია გაისერნო. ადგილობრივები ამბობენ, რომ საუკეთესო დრო სტუმრობისთვის პოლარული ღამეა, როცა მზე საერთოდ არ ამოდის და ციალი საათობით ანათებს საზე. ჯადოსნურობა კი არა მხოლოდ ცაში, არამედ იმაში, რომ თბილ საწოლში წოლისას ხედავ მას. სოფლიოს უდიდესი მარილის უდაბნოს სალარდე უიონის კიდეზე დგას სასტუმრო, რომელიც მთლიანად მარილით არის ნაგები. მას მარილის სასახლე ეწოდება. კედლები, საწოლები, სკამები და ბარის ნაწილებიც კი გაკეთებულია მილიონზე მეტი მარილის აგურით, რომელიც წყლითა და მარილის პასტით არის შეკრული. მშრალი ჰაერი და უდაბნოს ნათელი სინათლე შიგნიდან რბილ ფერებს ანიჭებს სივრცეს. სტუმრებს აფრთხილებენ, რომ კედლები არ გასინჯონ, თუმცა ცდუნება დიდია. რესტორანში გთავაზობენ ლამის სტეიქს, კინოოს წვნიანს და სხვა კერძებს, რომლებიც გარედან მოტანილი მარილით არის შესავებული. ღამით კი, როცა ცა ვარსკვლავებით ივსება, მთელი გარემო უცხო პლანეტას ემსგავსება. თითქოს კრისტალებით ნაგებ სამყაროში ეძინებ. ხანდახან ყველაზე საოცარი ოთახები უბრალოდ მიწისგან იგება. ზანზიბარის პემბას კუნძულთან სხვასა და ცას შორის არსებობს სასტუმროს ოთახი, რომელიც ორ სამყაროს შორის მერყეობს. მანტა რეზორტის წყალქვეშა ოთახი არის კერძო პლატფორმა 3 დონით. მზის ტერასა, ლაუნჯი და მინის კედლებით შემოსაზღვრული საძინებელი ზღვის ფსკერზე. საწოლიდან ხედავ, როგორ დაცურავენ რიფის თევზები, რომლებიც ღამით რბილი განათების ფონზე ბრწყინავენ. ზოგჯერ გვერდით მშვიდად ჩაივლის რო ფეხა, ან მანტარაო. თითქოს შენს ოთახში ცოცხალი დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ზედაპირზე სრული სიმშვიდეა, მხოლოდ ინდოეთის ოკეანე, რომელიც თვალსაჩინო ჰორიზონტამდე იშლება. ოთახი ზღვის ფსკერზეა დამაგრებული, მაგრამ ტალღების რიტმით ნაზად ირხება და ასე გაძინებს. ეს არის ერთდროულად ფუფუნება და საზღვაო თავგადასავალი, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა. საუკეთესო სასტუმროს მეზობლები ადამიანები კი არა თევზები არიან. ამსტერდამში ძველი ნავსადგურის ამწე გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ლაქშერი სასტუმროდ. Crane Hotel Faraldaში მხოლოდ 3 ლუქსუიტია, თითოეული 50 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული და იქ მოხვედრა ლიფტით ხდება, რომელიც ნელა მოძრაობს და მდინარის პანორამულ ხედებს გადახურებს. ნომრები მდიდრულია, ხავერდოვანი ფარდები, ოქროსფერი დეტალები და აბაზანები ულამაზესი ხედებით, რომლიდანაც მთელი ქალაქი ჩანს. ყველაზე მაღლა კი ბანჯი ჯამპინგის პლატფორმაა გაწყობილი. ღამით ამწე მთლიანად ნათდება და მისი სილამაზე წყლის ზედაპირზე ირეკლება. სტუმრები ამბობენ, რომ ქარში მისი ნაზი რხევა გემზე ყოფნის განცდას ტოვებს. 7 ფრანგულ სოფლებში შორს ქალაქის ხმაურისა და აჩქარებული რიტმისგან სასტუმროებმა დაიპოვეს, როგორ გააქრούν კედლები თითქმის მთლიანად. ეს სასტუმრო სტუმრებს თავაზობს გამჭვირვალეს სფერულ ბუშტოვან ოთახებს, რომლებიც ტყის ფარულ მინდვრებსა და ველურ ყვავილებშია შერწყმული. გარედან ისინი უზარმაზარ საპნის ბუშტებს გვანან, ხოლო ჩუმი ჰაერის ტუმბო მათ სრულ ყოფილ სიმკვალეს მუდამ ინარჩუნებს. შიგნით შესვლისას თითოეული ბუშტი სრულიად განსხვავებულადაა მოწყობილი. ზოგან ზღაპრული ატმოსფეროა, ნატურებით რბილი საბნებითა და თბილი დეტალებით, თითქოს ჯადოსნურ სამყაროში მოხვდით. სხვები კი მინიმალისტურ თანამედროვე დიზაინს ატარებენ. გლუვი ხაზებით, ელეგანტური ავეჯით, თითქოს მომავლის თავშესაფარში აღმოჩნდი ტყის შუაგულში. მაგრამ ნამდვილი საოცრება ხედია. კედლის გარეშე მთელი ცა ოთახის ნაწილი ხდება. შეგიძლია დაიძინო ვარსკვლავების საპნის ქვეშ, დაინახო ცაზე გრთალი მეტეორები, ან გაიღვიძო ტყის წვერებიდან შემოსული ცისკრის სინათლით. ბუშტი გიცავს სიცივისა და მწერებისგან, რაც საშუალებას გაძლევს ბუნების სილამაზე კომფორტულად განიცადო. ყოველგვარი კემპინგის სირთულის გარეშე. პირადი სივრცეც დახვეწილადაა უზრუნველყოფილი. არც ერთი ბუშტი არ უყურებს მეორეს, რის გამოც გონია, რომ მთელი დღე მხოლოდ შენსგან გარულებაშია. დიზაინზეც ბევრი არის ნაფიქრი. თითოეული ბუშტი მარტივად იშლება ისე, რომ მიწაზე კვალი არ რჩება. ზოგიერთში კი ტელესკოპიც დგას, რაც შენს ღამეს პირად ვარსკვლავურ ობსერვატორიად აქცევს. ეს არის თავიდან წარმოდგენილი კემპინგი, არა სირთულეებით, არამედ ოცნებებით გამჭვირვალე კედლებში, სადაც ბუნება თავად ხდება შენი ჭერი, შენი კედელი და შენი უსასრულო ჰორიზონტი. როცა კედლები ქრება, მთელი ცა შენს მისაღებად იქცევა. ახალი ზელანდიის ვაიემის რეგიონში 7 ტალოვან ბორცვებს შორის დგას სტუმრებისთვის განკუთვნილი სახლი, რომელიც თითქოს პირდაპირ ზღაპრის სიგნიდან გამოხატეს. The Boot არის ორსართულიანი კოტეჯი, რომელსაც ზუსტად გიგანტური ტყავის ფეხსაცმლის ფორმა აქვს.
კლასიკური საბავშვო ლექსიდან ინსპირირებული, სადაც ბებერი ქალი ფეხსაცმელში ცხოვრობდა. ადგილობრივი ოსტატის სტივ რიჩარდსის მიერ შექმნილი შენობა ბეტონით არის აშენებული, რათა გადმოსცეს ზღაპრის რბილი ნაკერები და ტექსტურა. შიგნით კი ჯადოსნობა გრძელდება. სპეციალური კიბით ზევითადი ხის კონსტრუქციები ნაზად იხვევა ჭერზე, ხოლო მყუდრო საწოლი იმაზე არის პასუხისმგებელი, რომ ცივი საღამოები თბილად გაატარო. ოთახიდან ხედავ გარშემო ხეხილის ბაღებსა და სასეირნო გზებს. ყველაფერი ზღაპრულ სტილში და ჩარჩოებში არის მოთავსებული. ინტერიერის თითოეული კუთხე სახლურ განცდას ტოვებს, მაგრამ იმ ზღაპრულ უცნაურობას მაინც ინარჩუნებს. პატარა თაღოვანი ფანჯრებიდან დაწყებული დამაინტრიგებელი ავეჯით თითქოს ეს ყველაფერი კედლებიდან ბუნებრივად გამოიზარდა. გარეთ კი ჯადოსნური ატმოსფერო ბუნებაში გრძელდება. ბაღის ბილიკები მიუყვება ყვავილებიან ხეებს, ხეხილის ბაღებში და მშვიდ ადგილებში, რომლებიც იდეალურია კითხვისთვის ან ფანტაზიებისთვის. ღამით ფეხსაცმლის ფანჯრებიდან მოდებული რბილი მუქი ნარინჯისფერი შუქი მას ძვირფასი საგანძურის მსგავს ხდის. ჯადოსნურ ტყეში, საიდუმლოება, რომელსაც მხოლოდ აქ მოხვედრილი სტუმრები ხედავენ. ვიბუჩი დარჩენ არ არის უბრალოდ ხამის გატარება. ეს არის ზღაპარში გადასვლა, სადაც თითოეული დეტალი თითქოს მართლა იქცევა ზღაპრის ნაწილად. ზოგი თავშესაფარი არა მხოლოდ დასასვენებლად და არამედ სამოგზაუროდ. ჩრდილოეთ შვედეთის მშვენიერება. წიწვოვან ტყეებში არსებობს სასტუმრო, რომელიც თითქმის ჯადოსნური გამოცდილებაა. ხის სასტუმროს სარკისებური კუბი არის კვადრატული კაბინა, რომელიც ხეებში მაღლა არის დაკიდებული. შიგნიდან მთლიანად მინის გამჭვირვალე კედლებით. მოშორებით ის თითქმის არც კი ჩანს. ისე სრულყოფილად ერწყმის გარემოს თითქოს ჰაერში მფრინავი ილუზია იყოს ამოკიდებული. მინის პანელები ინფრაწითელი ფენით არის დაფარული, რათა ჩიტები უსაფრთხოდ იყვნენ, მაგრამ შიგნის სტუმრებს სრულიად უპრობლემო 360 გრადუსიანი ხედები აქვთ ტყის თემებზე, ცაზე და ჰორიზონტზე. სარკისებრი კუბი შეიქმნა არქიტექტურების თამი და ვიდეგარდის მიერ და მისასვლელი თავად ცალკე თავგადასავალია. ხიდი ქარავანივით ნაზად ირხება ფეხის ქვეშ. შიგნით შესვლისას მინიმალისტურ დიზაინს ყურადღება გადააქვს ბუნებაზე. სუბუქი ხის კედლები პატარა, მაგრამ მყუდრო, ორსართულიანი საწოლი და უზარმაზარი ფანჯრები, რომლებიც ქმნიან შეგრძნებას თითქოს შუა ჰაერში იძინებ. გარშემო ბუნება ყველა მხრიდან გარს გეკვრის. ზამთარში ტყე იქცევა ჩუნ თეთრ საოცრებათა სამყაროთ. თოვლი ფარავს ტოტებს, როგორც რბილი საბნები, ხოლო გამჭვირვალე კაბინა იქცევა დაფარულ ციხესიმაგრედ, რომელიც თითქმის არ ჩანს ქვემოთ გომთათვის. შიგნიდან თოვლით დაფარული ხეების სიმშვიდე ქმნის ჯადოსნურ განცდას. ადგილი, სადაც დრო ნელდება და ტყე ხდება პირადი თავშესაფარი. აქ დარჩენა უბრალოდ ღამის გატარება არაა, ეს ბუნებასთან ცასთან და სეზონების მუდმივად ცვალებად სინათლესთან დაკავშირების სხვა საფეხურზე ასვლა. სასტუმრო კოსტა-ვერდე კლდეზეა აშენებული, წყნარი ოკეანის ხედით და სტუმრებს სრულიად უჩვეულო გამოცდილებას თავაზობს. აქ ნამდვილი Boeing 727-ის თვითმფრინავი გადაკეთებულია ტროპიკულ ლუქს ვილად. თვითმფრინავი ფრთხილად დააყენეს კლდეზე, ხოლო მისი კაბინის ნაწილი და სავარძლები ოთახების დიზაინში გამოყენებული. საძინებლის ფანჯრებიდან შეგიძლიათ ეხილოთ ხეებში მორბენალი მაიმუნები და ფერადი ტუკანები, რომლებიც თქვენს გვერდით ფრინავენ. თითქოს ჯუნგლებში დაფრინავთ, მიუხედავად იმისა, რომ მიწაზეთ გახართ. სასტუმრო აერთიანებს ავიაციის ისტორიას და კოსტა-რიკის ბუნების სილამაზეს. სტუმრების საჭმელს თვითმფრინავის ფრთის ტერასაზე მიირთმევენ, ხოლო ახლომდებარე პლაჟებზე შესაძლებელია სერფინგი, ლაშქრობა და ველური ბუნების დაკვირვება. ეს სასტუმრო ნამდვილად გაგრძნობინებთ, რომ შეიძლება იფრინოთ, მაშინაც კი, როცა მიწაზეთ გახართ. უსასრულო გობის უდაბნოში, სადაც ოქროსფერი ქვიშის დიუნები თვალსაჩინოდ იშლება, მოულოდნელად ჩნდება საოცარი ხილვა სასტუმრო, რომელიც მირაჟის მსგავსად ამოდის ქვიშიდან. ეს არის Desert Lotus ჰოტელი. უნიკალური ეკოს სასტუმრო ლოტუსის უზარმაზარი ყვავილის ფორმით, რომელიც სიწმინდესა და გამძლეობას განასახიერებს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ გარემოში. შორიდან მისი თეთრი ფურცელივით პანელები ჰაერში მფრინავი ობიექტივით გამოიყურება და დღისით მზის სხივებს ირეკლავს, ხოლო ღამით მსუბუქად ანათებს თითქოს ქვიშაში ყვავილი იშლება. მისი არქიტექტურა არა მხოლოდ თვალის მომჭრელია, არამედ მდგრადობის ნამდვილი მაგალითია. კონსტრუქცია ისეა დაგეგმილი, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მძიმე სამუშენებლო მასალების გამოყენება და დაიცვას ნაზად დაბალანსებული უდაბნოს ეკოსისტემა. შიგნით ოთახები თანამედროვე და ელეგანტურია, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივად გრილი რჩება. მზის ენერგიის წყლის გადამუშავების და ჭკვიანური არქიტექტურის წყალობით.
აქ სტუმრობა მხოლოდ დასვენება კი არა, არამედ ერთგვარი ცოცხალი გამოცდილებაა, სადაც ადამიანი და ბუნება ერთიან ჰარმონიაში ერთიანდება. სტუმრებს შეუძლიათ კომბლებით გადაკვეთონ ქვიშის ტალღებით, გაიარონ უდაბნოს ექსკურსიები ან დილის მზის პირველ სხივებთან ერთად იოგა ივარჯიშონ დიუნებზე, რომლებიც ოქროს ფრად ანათებს. ღამით კი უდაბნოს ცა უსასრულო ვარსკვლავების ზღვად იქცევა და საოცარ სანახაობას ქმნის. ამ დროს სასტუმრო იწყებს სინათლით ნაზად ბრწყინვას, თითქოს უდაბნოში ყვავილი იშლება, ბუნებისა და ადამიანის შემოქმედების იშვიათი შეხვედრა. Desert Lotus ჰოტელი გვიჩვენებს, რომ ყველაზე მკაცრ გარემოშიც კი შეიძლება კომფორტი და სილამაზე დაიბადოს. იგი ინოვაციის, ფუფუნებისა და გარემოს პატივისცემის სიმბოლოა და გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე თვალწარმტაცი თავგადასავლები სწორედ იქ ჩნდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით.